გერმანიის განვითარების ფონდმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩვენ სამინისტროსთან ერთობლივად ძალიან ბევრი მშენებლობა და რეაბილიტაციები ჩაატარეს, მათ შორის ზუგდიდის 10 კორპუსიც და შემდეგ უკვე ბოლო ეტაპი იყო სოფლის სახლის პროგრამაში ჩაერთვნენ 61 სახლი უკვე არის ნაყიდი და 10 შეიძლება კიდევ 11 სახლის ყიდვა მოხდება ამ რამდენიმე თვის განმავლობაში და ამით დასრულდება ეს პროექტი. ჩვენ ვიყავით ეს რამდენიმე სახლში, მართლა ესეთი კარგი საცხოვრებელი პირობებია. თვითონ მოქალაქეები არჩევდნენ. ზოგმა აქცენტი გააკეთა თქვა სოფელში დიდი მიწა, კარგი სახლი, ზოგმა თქვა ქალაქში, ქალაქის ცენტრში, მაგრამ ბუნებრივია რომ ამ შემთხვევაში სახლი ისეთი არ გამოდის და მიწა იმდენი არ გამოდის როგორც სოფელში. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვერეოდით ამაში, თვითონ არჩევენ, თვითონ არიან მათი ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენ უბრალოდ ყიდულობთ იმ კანონის გათვალისწინებულ თანხის ფარგლებში, რაც არის ზოგადად მიღებული, ასე რომ და 61-მა ოჯახმა ამ პროექტის ფარგლებში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იზეიმა ახალ მოსახლეობა და ბევრი მათგანი უბრალოდ თქვენ უნდა ნახოთ რა პირობებში ცხოვრობდა პრაქტიკულად 23 წლის განმავლობაში და დღეს გაუჩნდათ საკუთარი ჭერი პირველად. მუნიციპალური განვითარების ფონდი გახლავთ ერთ-ერთი მხარე, აღმსრულებელი მხარე, ასე ვთქვათ, რომლის მეშვეობითაც გერმანიის საკრედიტო განვითარების ბანკის დაფინანსებული თანხები იქნა ათვისებული. ჩვენ დღეს მოვედით, რომ ვნახოთ ბოლო ტრანშით შეძენილი ერთ-ერთი სახლი ხობის მუნიციპალიტეტში. ჩვენ გვაქვს ასევე კიდე დარჩენილი დაახლოებით 100.000 евро, რითიც მოვახერხებთ დამატებით 10 სახლი ვიყიდოთ და დავასრულოთ პროგრამით გამოყოფილი თანხების ათვისება. მთლიანად 600-მდე სახლი იქნება შეძენილი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით. ვარ დევნილი ოჩამჩირის რაიონის სოფელი ილორიდან. 22 წელიწადი ცხოვრობდი ეკში, სხვის სახლში, ქოხში, უბრალოდ მიწაზე რა, უბრალოდ. იმედი არ მქონდა, რომ რამე საცხოვრებელი და ჩემს შვილზე რომ დამეტოვებინა, მაგრამ დიდი მადლობა ჩვენს ბატონ სოზარ სუბარს. იმედი არ მქონდა, რომ მექნებოდა ასეთი სახლი და დიდი მადლობა ჩვენს მთავრობას, რომ შემიწყიდეს ასეთი სახლი. დღეს გახარებული ვართ ყველანი. მიწა გვაქვს 3500 მეტრო, კიდევ არის 5000, დასამუშავებელია, მაგრამ ჯერ ჯანი დაღონე მაგ და დავამუშავებ ყველაფერს და ჩემი სარჩენალი ქემექნება.